ყველას მოგესალმებით, ეს არის Iron Lashes პოდკასტი. დღეს ვისაუბრებ UFC 311-ზე, რომელიც ჩატარდება უკვე იანვარს, ეს იქნება 19 იანვარი და ჩვენ გველოდება ძალიან საინტერესო ბრძოლები. ეს იქნება ორი დიდი ბრძოლა. პირველი თავისთავად ჩვენ დავიწყოთ მერაბ დვალიშვილი versus უმარ ნურმაგომედოვი. მეორე საინტერესო ბრძოლა, რომელიც ჩატარდება, ეს იქნება თავარი ამ ღამის ბრძოლა, ეს იქნება ისლამ მახაჩევი არმან ცარუკიანი და ასევე ორი საინტერესო ბრძოლა ჩატარდება ასევე, ეს არის ირჟი პროხასკა versus ჯამალა ჰილ და ასევე ჩემი ძმაკაცი მოსკოვიდან იჩხუბებს, ეს არის ბაგდან გუსკოვ, შეხვდება ჯონი უოკერს. მოდით დავიწყოთ და განვიხილოთ. პირველი მე მინდა დავიწყო მთავარი ამ ღამის ბრძოლით, ეს არის არმან ცარუკიანი, რომელიც შეხვდება ისლამ მახაჩევს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ პირველი ამ მებრძოლების შეხვედრა იყო 2019 წელს აპრილში, როდესაც ისლამ მახაჩევის მოწინააღმდეგე მიიღო ტრავმა და თითქმის ორკვირიან შეტყობინებაზე დათანხმდა, რომ იბრძოლოს არმან ცარუკიანი. არმანისთვის ეს იყო პირველი დებიუტი UFC-ში და ყველა გააკვირვა იმით, რომ ძალიან კარგი გამოსვლა გააკეთა, მიუხედავად იმის, რომ წააგო საჯების გადაწყვეტილებით, აჩვენა ძალიან კარგი ბრძოლა და ძირითად ასპექტში, რომელიც არის რესლინგი, არაფრით არ დაუთმო ისლამ მახაჩევს. იმის შემდეგ ძალიან დიდი გზა გაიარა, გავიდა თითქმის 5 წელიწადი იმ ბრძოლის შემდეგ და ბოლო ორ ბრძოლაში არმანმა ეს იყო დარიუშთან ნოკაუტით მოიგო, როდესაც მუხლი მოარტყა და შემდეგ ხელების კომბინაციით დაასრულა ბრძოლა და ჩარლზ ოლივერას მოუგო საჯების გადაწყვეტილებით, ასევე ძალიან კარგი ბრძოლა აჩვენა. ჩემი აზრით, ჩვენ შეგვიძლია ეს მებრძოლეები შევადაროთ რამოდენიმე ასპექტში. რაც შეეხება ანთროპომეტრიას, ისლამ მახაჩევი არის 178 სანტიმეტრის სიმაღლე, არმან ცარუკიანი არის 8 სანტიმეტრით უფრო დაბალი, 170 სანტიმეტრი, მაგრამ ხელების გაშლა არმან ცარუკიანს და ისლამ მახაჩევს აქვს ერთნაირი. ანუ უპირატესობა ამ ხრივ არის ისლამ მახაჩევის, რადგანაც უფრო მაღალი არის. რაც შეეხება ტექნიკას, ისლამ მახაჩევმა მოიგო ნოკაუტით, როდესაც ფეხით ხაიკიკით დაანოკაუტა რევანში ვოლკანოვსკი ფეხით და ამით დაამტკიცა, რომ არის ძალიან კარგი სტრაიკერი. შემდეგ აჩვენა ძალიან მაგარი ბრძოლა, როდესაც პორიესთან დგომში იჩხუბა და მოუგო მეხუთე რაუნდში საბმიშენი. ძალიან კარგი ტექნიკა ფეხის, ხელის რესლინგთან ერთად და ასევე აქ კარგი ბენზობა კი, რადგანაც შეუძლია ბოლო და ფინალურ რაუნდებში მაქსიმალურად ტემპი გაზარდოს. ჩვენ რომ ავიღოთ და შევადაროთ არმან ცარუკიანს, არმან ცარუკიანის ბაზა არის თავისუფალი ჭიდაობა, ასევე მე შემიძლია აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი პროგრესი აქვს სტრაიკინგში, მაგრამ რო შევადარო სტრაიკინგში გამოცდილება დარჩება ალბათ ისლამ მახაჩევის მხარეს, რადგანაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მაგრამ ამის მიუხედავად ისლამ მახაჩევს აქვს წანაგები ერთი ბრძოლა ნოკაუტით, ამიტომ პანჩერის შანსი არმანს აქვს. განსხვავებით ხაბიბისგან, ისლამ მახაჩევს აქვს ერთი დამარცხება, შემთხვევით იყო თუ არა, ამას აზრი არ აქვს, მაგრამ დარტყმა გაატარა და ნოკაუტით წააგო. რაც შეეხება რესლინგს, ჩემი სტატისტიკა არის ესეთი, რომ ისლამ მახაჩევს აქვს 53% ეფექტური შესვლები და გადაყვანები, ანუ ტეიქდაუნების 53%-ს აკეთებს იდეალურად, ანუ ყოველ მეორე ტეიქდაუნს ასრულებს და დაცვა აქვს უმაღლესი 95% დაცვა ფეხში შესვლისგან. რაც შეეხება არმანის მაჩვენებელი არის 30% ეფექტური ტეიქდაუნების და დაცვა არის 70%. ჩემი აზრით, უპირატესობა ასევე რჩება რესლინგში მახაჩევის მხარეს, მაგრამ როგორც აჩვენა პირველმა ბრძოლამ, საკმაოდ პრაგმატიკულად მუშაობს ისლამ მახაჩევი, არ ცვლის ტექნიკას, ანუ აკეთებს იმას, რაც გამოდის და გამოდიოდა და არის შანსი, რომ ამისთვის კარგად მოემზადა არმან ცარუკიანი. ეხლა შემდეგი ასპექტი, ეს იქნება мотивация. ჩემი აზრით, არმანისთვის მიუხედავად რომ ეს რევანშია, ეს არის დიდი შანსი, რომ გახდეს ჩემპიონი. ბევრად მოტივირებული არის, დიდი ხანი ეთხოვდა ამ ბრძოლას და ჩემი აზრით, мотивация არმანის მხარეს არის. ჩემი პროგნოზი იქნება, რომ მოიგებს ისლამ მახაჩევი საჯების გადაწყვეტილებით.
ასევე განვიხილავ იმ ვარიანტს, რომ მოიგებს submission-ით მესამე რაუნდში. შემდეგი ბრძოლა ეს იქნება უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც შეხვდება ჩვენ მერაბ დვალიშვილს და ასევე რომ დავიწყოთ შედარება, დავიწყოთ სამ ძირითად ასპექტში. ეს იქნება რესლინგი, ეს იქნება სტრაიკინგი, ეს იქნება კარდიო. რაც შეეხება რესლინგს, ჩემი აზრით, აქ უპირატესობა არც უმარის, არც მერაბის მხარეს არ არის, მაგრამ მერაბის მხარეს იქნება უპირატესობა რესლინგში გვიან რაუნდებში. ანუ კარდიოს ხარჯზე მერაბ შეუძლია მაღალი ტემპი შეთავაზოს მოწინააღმდეგეს გვიან რაუნდებში, როდესაც სიჩქარე უკვე დაქვეითებული არის პირველ რაუნდებთან შედარებით. ამიტომ ვიტყოდი, რომ მცირე უპირატესობა, მაგრამ არის მერაბის მხარეს, რადგანაც შეუძლია მაღალი დონის პრესინგი შექმნას და გააკეთოს უამრავი მცდელობა გადაყვანის, ტექდაუნის. ამიტომ მივცემდი უპირატესობას მერაბს. კარდიოს ხარჯზე ისევე. რაც შეეხება სტრაიკინგს, ჩემი აზრით, იმ მომენტების ჩათვლით, რომ ემზადება ხაბიბის გუნდში და ეგ არის საუკეთესო მოსამზადებელი ბაზა და იმის ჩათვლით, რომ აქვს კარგი სტრაიკინგი, ძალიან ზუსტი მებრძოლი არის, უპირატესობას მივცემდი უმარს სტრაიკინგის ასპექტში. მე როგორც მოკრივე რომ შევაფასო მერაბის ტექნიკა დარტყმის აბსოლუტურად შორს არის კრივისგან, მაგრამ მუშაობს რეფლექსებზე, აქვს კარგი რეფლექსები, აქვს კარგი სიჩქარე, უთხრამს არატექნიკურად აბსოლუტურად, არაკეთებს რაღაც კრივის კომბინაციებს ან კარგი ტექნიკურ კომბინაციებს, უბრალოდ აკეთებს ამ ყველაფერს კარგად, სერიულად ყრის და ტემპის ხარჯზე შეუძლია რომ შეუქმნას მოწინააღმდეგეს დისკომფორტი. ამ სტრაიკინგის ასპექტში მე მივცემდი უპირატესობას უმარს, რადგანაც უფრო ზუსტი არის. ანუ ერთ-ერთი გამოდის ანგარიში. შემდეგი მაჩვენებელი ეს არის კარდიო. ბოლო ბრძოლებში უმარმა აჩვენა რომ იღლება, მაგრამ რაც შეეხება მერაბის კარდიოს, კარდიო მანქანა ტყუილა არ აქვს ესეთი ზედმეტსახელი. იდეალური კარდიო აქვს, შეუძლია 5 რაუნდი მუშაოს ძალიან მაღალ ტემპში. უბრალოდ იმაზეც ისიც უნდა გავთვალოთ, რომ დიხანიეს ასევე აგდებს გატარებული დარტყმები. იმ შემთხვევაში თუ მძიმე დარტყმებს არ გაატარებს, უპირატესობა თავისთავად იქნება მერაბის მხარეს. მე ობიექტური ამ ბრძოლაში ვერ ვიქნები, რადგანაც ვალერშიკოვ თავისთავად მერაბს და ჩემი აზრით მოიგებს მერაბი საჯების გადაწყვეტილებით, მაგრამ ასევე იმის დაგრძნობით, რომ ძალიან უნივერსალური და ძალიან კარგი მოსამზადებელი ბაზა აქვს უმარს, საბმიშენის ვარიანტი სულ რჩება. მივცემდი უპირატესობას და გამარჯვების შანსს უფრო ჩვენ მერაბის მხარეს და ღმერთმაქნას მართლაც მოიგოს. შემდეგი ბრძოლა ეს ჩემი ძმაკაცი ჭუბობს ბაგდან გუსკოვი და ხვდება ჯონი უოკერს. ბაგდან გუსკოვს აქვს აი ჩვენი სპარინგების მახსენდება, აქვს ძალიან არასტანდარტული ტექნიკა, მიუხედავად რომ მძიმე წონა არის, ძალიან მსუბუქი არის ფეხებზე, ძალიან მაგრად მოძრაობს, აქვს კარგი კრივის ტექნიკა და შეუძლია დაანოკაუტოს. არა დარტყმის ძალის ხარჯზე, არამედ უფრო იმით რომ აგროებს, ეს მცირე დარტყმებს უტარებს, მოძრაობს სხვადასხვა კუთხეებიდან უთხრამს და შეუძლია დაუგროვოს დარტყმები და რაღაც მომენტში დაანოკაუტოს. კარგად დაამუშავა დაცვა ტეიქდაუნებისგან და არის ძალიან უნივერსალური, ასევე კარგად უთხრამს ფეხს. იმის მიუხედავად, რომ ბოლო ბრძოლებში მოიგო ნოკაუტით, რომელიც გააკეთა ხელების ხარჯზე. ჯონი უოკერი არის აბსოლუტურად არასტანდარტული მებრძოლი, რომელიც აკეთებს სალტოებს, აკეთებს არაკლასიკურ დარტყმებს, მუხლით დარტყმები აქვს ძალიან სახიფათო. და სულ შეუძლია ნოკაუტის გაკეთება იმ სიტუაციაში, როდესაც არავინ არ ელოდება. მაგრამ ასევე მე მინდა საინტერესო ასპექტი აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთად ვარჯიშობდით ჯონ უოკერი იყო ჩამოსული ჩვენთან და რაღაც პერიოდი ერთად ვარჯიშობდით. ამიტომ ეს მომენტები, რაც შეეხება მოულოდნელ დარტყმებს, ჩემი აზრით ბაგდან გუსკოვს უკვე დამუშავებული აქვს და შეძლებს რომ ამისგან თავი დაიცვას. მე ვაძლევ ამ ბრძოლაში უპირატესობას ბაგდან გუსკოვს და ვფიქრობ, რომ საჯების გადაწყვეტილებით ის მოიგებს. დაწერეთ კომენტარებში თუ ელოდებით UFC 311-ს და რა ბრძოლების განხილვა გარდა UFC-ს იქნება თქვენთვის საინტერესო. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი Iron Lasha და მალე მე გავუშვებ ახალ პროექტს, ეს იქნება
მოდი დავტოვებთ საიდუმლოდ, ეს იქნება ახალი არხი და აბსოლუტურად ახალი პროექტი საქართველოსთვის.